მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ეს განცხადება კიდევ ერთი რიგითი ფარისევრული დამოკიდებულება არის, იმიტომ რომ იდენტიფიცირება ამ ადამიანების არის ძალიან მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ მათ დარღვეული ჰქონდათ საერთაშორისო სტანდარტები, არ ჰქონდათ კონკრეტული აღნიშნელები, რომ დარბევის დროს და ჩვენ გვახსოვს ეს ეგრეთ წოდებული მორბენალი მარბიელები ქუჩებში რომ დაძდევდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ცემდნენ, არანაირი ნიშანი არ ჰქონდათ და მათი იდენტიფიცირება გარე, ესე ვთქვათ, პირებისთვის შეიძლება იყოს რთული ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის, მაგრამ თავად სტრუქტურებისთვის ძალიან მარტივი არის იმ ადამიანების იდენტიფიცირება, იმიტომ რომ მთელი პერიოდი, სანამ ისინი ჩაიცმევდნენ, სანამ ისინი მოემზადებოდნენ, ეს ხომ გადაღებულია. ეს ხდება პარლამენტში, ეს ხდება საგანგებო დეპარტამენტში, ანუ ეგრეთ წოდებულ GDD-ს დეპარტამენტში, რომელიც პარლამენტის გვერდზე მდებარეობს და ყველგან არის კამერა და ყველგან მათ შეუულიათ იმ ადამიანების იდენტიფიცირება თუ ვინ მონაწილეობდა ამ დარბევაში და ვინ. ერთმანეთსაც ხო ცნობენ თუ ინტერესია. ყველაფერს თავი დავანებოთ, მაგალითად ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე, თავად ლევან ხაბეიშვილმა მოახდინა ამ პირების იდენტიფიცირება. რეალურად რომ დაინტერესებული იყოს ახლა ირაკლი კობახიძე, დაკითხონ ბატონ ლევან ხაბეიშვილი და საქმე რომელიც თაროზე შემოდის, ხო თავის დროზე, იმიტომ რომ ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე ფორმალურად საქმე ხო უნდა აღზრულიყო, როგორც დანაშაული და ამ შემთხვევაში არც ლევან ხაბეიშვილი გამოუკითხავთ და არც ვინმესთვის კითხვები არ დაუსვათ. ანუ ეს ხო დადასტურებაა იმისა, რომ მათ არანაირი სურვილი არ გააჩნიათ იმისა, რომ ეს საქმეები გამოიძიონ და მიიყვანონ ბოლომდე, თორე თავად ლევან ხაბეიშვილი ასახელებს იმ პირებს, რომელი პირებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მისი ცემის ფაქტში და ასევე ყოფილი თანამდებობის პირი ბატონი შაიშველაშვილი ღიად ლაპარაკობს იმ ადამიანებზე სახელობითად გვარებით თუ ვინები იყვნენ ის მოძალადეები, ვინც მონაწილეობდა ამ სისხლიან ღამეებში. ანუ ამიტომ მათი იდენტიფიცირება ჩვენთვის არ გახდა რთული და ლევან ხაბეიშვილისთვის გახდა შესაძლებელი სხვადასხვა წყაროების გამოყენებით და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ეს ხომ ძალიან მარტივია და წარმოუდგენელია ხა ესეთი აბსურდი მოვისმინოთ რომ თითქოს და მათ უნდათ რომ დასაჯენ თავისივე სტრუქტურის თანამშრომლები და ვერ ახდენენ მათ იდენტიფიცირებას, ამიტომ ეს არის ფარისევლური განცხადება, რომელიც გათვლილია მათ იმ ამომრჩეველზე, რომელსაც მართლა აწუხებს შეიძლება ის ძალადობა და ის მოქმედებები, რომელიც ხდებოდა რუსთაველში. ბასო, აი ლევან ხაბეიშვილი ახსენეთ და სწორედ ამ კონტექსტში მინდა გკითხოთ, ჩვენ ვიცით რაც ხდება ლევან ხაბეიშვილის თავს ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, არა მარტო ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, ოპოზიციონერთა რიგებშიც მოიძებნებიან ხაბეიშვილის და ზოგადად მისი ინიციატივის მაკრიტიკებლები, მაგრამ ეს ოდნავ გვერდით გადავდოთ, აი უკავშირებთ თუ არა, სწორედ რაღაცა ხაბეიშვილის თავს რაც ხდება, რაღაცა ბევრი არაოფიციალური ინფორმაციაც ითქვა, რომ რაღაცას აპირებენ ხაბეიშვილთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, სწორედ მისი აქტიურობიდან გამომდინარე, მაგრამ აი ლაშა ცანავას, ეს არის თქვენი თანაგუნდელი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, რომელიც მაყურებელს რომ შევახსენოთ, რაღაცა თაღლითობისთვის ქრთამისაღების ფაქტის რაღაცა გამოყავთ დაკავებული, ხო? აი უკავშირებთ, აი თავად ლევანი რადგანაც ამბობს, ამიტომ ვსვამ ამ შეკითხვას, ხო? რომ აი უკავშირებთ თუ არა რაღაცნაირად ამ ორ ამბავს ერთმანეთს და რეალურად რა მოხდა აი ამ ლაშა ცანავას თავს ეს ვიმყოფებოდი სასამართლო პროცესზე, რომელიც მორიგი საცირკო წარმოდგენა იყო, თუმცა იქ თავად დაკავებული ლაშა ცანავა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრიც იყო და ასევე ლევანის უახლოესი მეგობარია და მის გვერდით იყო ყველგან და ყოველთვის და ფიზიკურადაც უწევდა ხოლმე მისი დაცვა. სამწუხაროდ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და თავად ლაშამ განაცხადა, რომ მისი დაკავების შემდეგ ის გადაიყვანეს ეგრეთ წოდებულ მოდულის შენობაში, სადაც მას შეხვდნენ მაღალი თანამდებობის პირები, ას არ დაუსახელებია, მათ სახელები და გვარები და საავადმყოფო მომავალში დაასახელებს და პირდაპირ ფსიქოლოგიური ტერორი და ზეწოლა მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ. მას აყურებინეს ეს დადგმული სპექტაკლი, ეს კადრები, რომელიც აგენტ პროვოკატორების მიერ იყო და სუსის მიერ თავიდან ბოლომდე ორგანიზებული და სთავაზობდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხას. საუბარი იყო ხელფასის დანიშვნაზეც, ერთჯერად ფინანსურ ესე ვთქვათ დახმარებაზე
ასევე ისინი ეუბნებოდნენ, რომ ამის შესახებ არავინ არ გაიგებდა და ეს ყველაფერი დარჩებოდა საიდუმლოდ, თუ ის იმუშავებდა სუსზე, ანუ გახდებოდა ეგრეთ წოდებული სუსის აგენტი და მათი ინტერესი იყო ლევან ხაბეიშვილის გადაადგილება, კომუნიკაცია, ურთიერთობები და საქმიანობა. ანუ ეს არის პირდაპირ ლაშას გარეშე ვერ დაადგინდა ამას სუსი? როგორც ჩანს, ანუ ამის პრობლემები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ამიტომ ჭირდებოდათ უახლოესი გარემოცვიდან ადამიანი, რომელიც ამ ინფორმაციას მიაწვდიდა, რასთან დაკავშირებითაც ლაშამ აჩვენა კიდევ ერთხელ კაცობის, მაკაცობის და თანამებრძოლობის მაგალითი, რაც ქართულ ოცნებაში საერთოდ დაკარგული აქვთ მორალურ და გაგების დონეზეც და უარი განაცხადა, რის შემდეგაც მოუწიათ ამ ასე ვთქვათ ბრალის გასაჯაროება და უკვე იმ პროცესის წარმართვა და ლაშას დაკავება. თუმცა მათი მიზანი არა დანაშაულის აღკვეთა ან დანაშაულის აღმოფხვრა, არამედ იყო უბრალოდ ლევან ხაბეიშვილის გარემოცვის გადაბირება მისი ამ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასარგებლოდ. და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მიმდინარეობს ტერორი ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიმართულებით და ისინი მაქსიმალურად იყენებენ მთელ სახელმწიფო რესურსს და ბერკეტებს იმისთვის, რომ უთვალთვალონ, მიუყურადონ, ატერორონ, დაიჭირონ, დააჯარიმონ და ასე შემდეგ, რაც აი ამ მდგომარეობაში ჯერ იყო მცდელობა რაღაცა ლაშას გადაბირების, ესე ვთქვათ და მერე შეიქმნა ის საქმე, რომელზეც დააკავეს, თუ ქრონოლოგია როგორ იყო, მე როგორც მახსოვს, ჯერ დააკავეს და შემდეგ გახდა ეს დამატებითი დეტალები, ხო, ცნობილი არა, როგორც ჩანს, მას მოუწყვეს ეს პროვოკაცია, ну რაც არის და იქ თავად დღესაც გამოჩნდა სასამართლო პროცესზე, რომ ის არაფერს ფარულად არ აკეთებდა. კი ბატონო, რეალურად ის აკეთებდა დანაშაული არ არის. ეს დანაშაული შეიძლება მომავალში აღმოჩნდეს, ოღონდ ეს სამოქალაქო პირებს შორის დავა შეიძლება აღმოჩნდეს, ანუ დანაშაულსაც ვერ დავარქმევთ. ანუ თუ ლაშა-ცანავა ხო ამ შემთხვევაში არ არის თანამდებობის პირი, რომ მას სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ედავებოდეს ხელისუფლება. ეს არის რიგითი მოქალაქე, როგორც ადვოკატი, მაგალითად, როცა ელაპარაკება კლიენტს და სთავაზობს კონკრეტული თანხის სანაცვლოს მის გამართლებას სასამართლოში, დაახლოებით იგივე პროცედურების შეთავაზებას, რა თქმა უნდა. და საერთოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არაფერ შუაში არ არის. რეალურად ხომ თუ თაღლითობაზე გვაქვს საქმე, ის მოქალაქე, ამ შემთხვევაში ირანის მოქალაქე, თუ იქნებოდა უკმაყოფილო ლაშას მომსახურებით, იმას უნდა მიემართა პროკურატურისთვის ან პოლიციისთვის, რომ მე მოქალაქე ლაშა ცანავა მომატყუა და თაღლითური გზით ჩემი თანხა მიითვისა და ეს უნდა ყოფილიყო ან პროკურატურის ან კრიმინალური პოლიციის საქმე. ან საერთოდ სასამართლოში სამოქალაქო დავა უნდა დაწყებულიყო ამის შესახებ, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთოდ არაფერ შუაში არ არის. ის რომ ლაშა დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, არის იმის დადასტურება, რომ აქ იყოს სუსის სპეცოპერაცია, მხოლოდ ერთი მოტივით, რომ ლევან ხაბეიშვილის გარემოცვიდან ყოლოდათ ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მათ მიაწვდა ინფორმაციას კოორდინატებს, სად გადაადგილდება, ვის ხვდება, რას გეგმავს და ასე შემდეგ. და ლაშამ აჩვენა კიდევ ერთი ძალიან მტკიცე მაგალითი იმისა, რომ ჩვენს გუნდში და ნაციონალურ მოძრაობაში მთლიანად თელს ოპოზიციაში არიან ადამიანები, არიან კაცები, რომელსაც არ ეშლებათ არც მაკაცობა, არც ურთიერთობა, არც გვერდში დგომა და არც თანამებრძოლობა, განსხვავებით ხელისუფლებიდან გვახსოვს, ხო? თორნიკე რიჟვაძის кейსი, არც ერთი მისი ყოფილი თუ მოქმედი მეგობარი, არც ერთი მისი თანამებრძოლი არ გამოსულა და სიტყვაც კი არ დაცდენია და სოლიდარობა არ გამოუცხადებია, ხომ? ლევან ხაბეიშვილმა ჯერ კიდევ მაშინ დაწერა Facebook პოსტი და სტატუსი, რომ ეს ისტორიაც კი არ იცოდა, რის გამოყავდათ დაკავებული ლაშა-ცანავა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ერთის მხრივ ლაშა-ცანავას მხრიდან ძმაკაცობის და გვერდში დგომის და მეორე მხრივ ლევან ხაბეიშვილის მხრიდან, იმიტომ რომ ესე ხდება იქ, სადაც არის იდეა, სადაც არის ღირებულებები, სადაც არის ბრძოლა სახელმწიფოსთვის, ქვეყნისთვის და ურთიერთობებისთვის და ძმაკაცობისთვის და არა იქ, სადაც ფულისთვის და რაღაც გავლენებისთვის არიან ერთად შეკრებილები. გულისხმობ ქართულ ოცნებას. კი ბატონო, გასაგებია. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ვასო. ვასო ურუშაძე იყო დღის ამბების ეთერის სტუმარი. ახლა ჩვენ